მიღებად და არა მათ ხოვრებად, რომლებიც ატოზული არიან ხან ბრიუსელში, ხან ვაშინგტონში, ხან მოსკოვში, ხან შანხაიში თუ სად, იმისათვის რომ არ იქა შენი ჭირიმე, მიმიღე და გამისწავლე. ჩვენს ტერიტორიას, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს მამულს, ჩვენს მეტი არავინ არ გაისწავლა და აგვისტოს მოვლენები ძალიან კარგად აჩვენა. ალბათ ისეთი მხარდაჭერა, როგორც ობიექტურად თქვა, მიხეილ სააკაშვილის ჰქონდა ევროპაში და ამერიკაში, ამ წლების განმავლობაში, ხო იცლებოდა მათ პროექტსა და ფავორიტად. ვერ მომდევნო ხელმძღვანელს აღარ იცნობა, მაგრამ არაფერს ვერ წაგვედგენს, ვერაფერი ვერ გააკეთეს. იქამდე მივიდა საქმე, რომ ნატოს წევრმა თურქეთმა, ჩვენმა მეზობელმა ბუშის განკარგულებით გამოგზავნილი ამერიკის სამხედრო საზღვაო ხომალდები არ გამოატარა ბოსფორის სრუტეში. სანამ ჩამთავრდა ის რუსეთის ინტერვენცია და ცხარე ბრძოლა არ გადაიღო. ახლა რა გამოატარა? ხო, აი ამაშია საქმე, ეხლა თუ თურქეთს ეშინია რუსეთი. თუ ამერიკას ერიდება რბილად რუსეთის. თუ ნატო იხევს უკან რუსეთის მოთხოვნებზე. თუ მთელი მსოფლიო ანგარიშს უწევს. რაღაც ჩვენ ვერ გვეხებით რომ შევჭამოს. იქნებ ჯერ სპაში ჭამოს. გაძლეს. და მე გავაცხადოს ჩვენი პრეტენზია. ამიტომ ვინაურებ საჭიროა ახალი პოლიტიკური კურსი. არა მარტო ახალი ხელმძღვანელი. აი მას რასაც აკეთებს სააკაშვილი დღეს ხო? ამაზე უარეს როგორ გააკეთებს ყველაფერს, მაგრამ თუ მოვიდა იგივე კურსის გამგზელებელი, ის დაამატებს კიდე აი ამ გრევის პროცესებს, თავისი ინიციატივით თუ სხვის ინიციატივით ახალ ნიუანსებს და ქვეყნის დაშლა და დალევა გაგრძელება. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ და კარგად უნდა გავიაზროთ, რომ არც მოსკოვში, არც ვაშინგტონში, არც სხვა რომელიმე ქალაქში მიღებული გადაწყვეტილება ჩვენ საქართველოს, ჩვენ თბილისს, ჩვენ ქუთაისს, ჩვენ გორს, ჩვენ ფერავს, ჩვენ ზუგდიდს, ჩვენ სოხუმს, ჩვენ ცხინვალს არ ადგება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, ჩვენი ქვეყნის საკითხი, ჩვენი ქვეყნის პრობლემა. იმათ იციან კურმოკვით ამ მესამე მეოთხე პირების საშუალებით. ამიტომ ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას და გამეწმუნდეთ, რომ გადარჩენის პერსპექტივები კიდევ გაჩნდება. დადაშავა, აი, უცებ ეს საუბრობთ. მოდით აი გავაზრდოთ საუბრის სხვა ფორმას, გასაგებია რომ დეტალირებული გიდოდათ ეს თქვენი მიდგომა და მოგეცეცხლოთ ისაუბროთ რა, აი, საუბარი შედგეს ჩვენი მე საგისმოთ შეგითხვას და ძალიან გთხოვთ ორსამწუთიანი პასუხები. კი ბატონო, მე შესავალი დამკვიდრე იმის საფის, რომ თქვენ სწორად აღნიშნეთ, ეს არის ნამდვილად ახალი განცხადება პოლიტიკური სპექტრიდან. გარკვეული გაბედვა ამას უნდოდა. მე იმასაც მოგახსენებთ, რომ ჩვენი აი ეს 10 წლიანი მარტვილობის მიზეზი, როდესაც პარლამენტში არ გვიშვებდნენ, გვიჭერდნენ, გძევნიდნენ და რა ვიცი, რაღაცა რაკეთებდნენ, არ მინდა შემოწმოთ და ხალხებს წაუხსინო მაყურებელს, იყო არა მხოლოდ შევარდნაძე სააკაშვილის სურვილი. იცით რა იყო? პროგრამაში არ ჩავწერეთ, რომ ნატოში გვინდა საქართველოს გაწევრება. რა ხდებოდეთ ეს რა? მაგალითად რა მოიტანა ცოტა. რეალობნებით ამ შესაბამის ექსპერტებს რომ პროგრამაში არ იწერება ნატოში გვინდა გაწევრება, ცეტოში თუ არ გაწევრება. ეს სიტყვათა რეკლამაზე უნდა გავიგოთ, მე ძალიან კარგად მახსოვს. მე მასში გადაღების ჯგუფი მოვიყვანე თქვენთან, აი როდესაც 2002 წელს პროგრამას ადგენთ თქვენ ველოდებოდი გქონდა ყოფილი დებატები მართლაც. დამთავრებიდეთ რა, აი მასში თქვენი ერთ-ერთი თანაპარტიელი გამოვიდა და დასამალავად წავიდა იგი თქვენთან და ახლა ნაციონალებში არის. და მან მითხრა რომ მე დავტოვებ ლეიბორისტულ პარტიას, თუ არ ჩაიწერება იქ ნეიტრალიტეტიო. გახსოვთ ასამბლეას კიდე. აი შავა მიზალიანდებო, ჩვენ არ უნდა გქონდეს რომ ჩაწერილი არაფერი და მე მოვითხოვო თუ არ ჩაიწერება რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური იქნება ნეიტრალიტეტი, მე დავტოვებ ამ პარტიას, რომელსაც დატოვა მე და გადავიდა ნაციონალში. უცნაური არის. თქვენ მოაწერეთ ხელი ბადოშავა, აი ამ საგურამოს მანიფესტს. მე გუშინგის წინდა, ნუ პრინციპში მასა ძალიან შეიცვალა სიტუაცია აგვისტოს მოვლენების შემდგომ და პრინციპში ყველას რაღაცა პოზიცია უნდა გაერკვია ნატოს ორიენტირზე, ბევრს არ უსაუბრია. და აი თქვენ პირველმა გაბედეთ ეს და მე კარგად მინდა რომ ამიტომ არ იფიქროთ რომ ნიშნის მოგები და რაღაცა. ერთადერთი თქვენ დააფიქსირეთ რომ ამ გზას თუ გაუყევით საფრთხე შეგვექმნება. ამას აბუსოთ აუხსნათ ხალ. აი იქეთ ვარ დავათ ეს ისეთი ადგილია. აი თუკი ორი ძალის გაწონასწორებული ძალის ჭიდილი არ იქნა აქ, ეს წავიდა მეორე ავტომატურად აიწისებს ამ ადგილს. თუკი ნატოს აი როგორც ეს და ამერიკას როგორც ეს იგნორირებს რუსეთი შემოვა და აი ასე წითელ ხიდამდე დაგვიждდება. რუსეთი შემოსულია. გაითვალისწინებია, მაგრამ ეს იწამეთ, ეს აი ჩექმე. ნატო ვერ გამოხმარა ამ საკითხს.
ეთახმებით ამაში, მაგრამ ჩექვით შემოვიდა 40 კილომეტრზე, მაგრამ თუ კი ყველანაირ კავშირს გავწყვიტავთ, აი ამ დაგვაქვს რაღაც ფონდა. არავითარი კავშირის დაწყვეტაზე საუბარი არ არის, ჩვენ აუცილებლად უნდა დავიტოვოთ ნატოსთან პარტნიორობის პროგრამა. აუცილებლად უნდა ჩავატაროთ ერთობლივი მანევრები. აუცილებლად უნდა იყოს ნატო-საქართველოს კომისია უფრო აქტიური და უფრო ფუნქციონირებადი და არა ქაღალდზე მკვიდრად დარჩენილი პროპაგანდისტული ორგანო. იმავდროულად ჩვენ ამის გამო არ უნდა დაუპირისპირდეთ რუსეთს და ჩინეთს. გუშინ გესვათ მაშინ რომ გვინდა ისეთი მოდელი, როგორიც არის საფრანგეთი ნატოს. საფრანგეთის სამხედრო სტრუქტურებში არაა გაერთიანებული პოლიტიკური ორგანიზაციები. აი, ზეუნები და სამხედრო სტრუქტურებში არაა საფრანგეთი. რაზე გეუბნები? საფრანგეთი თქვენ გახსოვთ ალბათ დებოლმა გაიწყო ეს გაიწყო დებოლმა და პრეზიდენტმა კენედიმ ამის სანაცვლოდ დაიწყო ფრანგული ენის შესწავლა. ამაში ხელს უწყობდა მისი მეუღლე უშენერესი ჟაკი კენედი, რომელიც ფრანგი იყო წარმოშობით, მაგრამ ფრანგული ენის შესწავლამაც ვერ უშველა და საფრანგეთი მაინც გავიდა სამხედრო ორგანიზაციაში. ისიც მახსოვს, რომ დებოლს უნდოდა რაღაცნაირად შეესუსტებინა ამერიკის გულისხმობა და მონალიზა გაუგზავნა და 2 საათი იჭრა და უყურებდა კენედი, მაგრამ ის გეთახმებით რომ მონალიზა შეხედავდა რამენერად მერლინ მოროსაც უყურებდა ეს ეს. ოხ მაგმერაკოდა, მაგრამ გეუბნები, ბადაში ეხება უბრალოდ აი თავის შეგვეკავებინა დაუშვათ რომ აი ეს რუსეთს გავეშება რომ ჩაგვეწყო სამხედრო სტრუქტურებიდან და ყოფილიყავით პოლიტიკურ სტრუქტურაში. რაც გააკეთა დეგოლმა ეგება იმაზე აი თქვენი პოზიციაზე ვიდა თქვენი ძახით აღადგინა ნატო. მე აი არ ვიცი. მოდით აი რეკლამის შემდგომ ამ თემაზე ვისაუბროთ. რეკლამაა ჩვენს ეთერში. Padrosava, მე მაპატეებ რა მაყურებელი გველოდებოდა, თუმცა შემოვიყარ მაყურებელს და შეიძლება მოკლე პასუხი გაეცით. დიახ, ეთერში ხარ, გისმენთ? გისმენთ. გამარჯობა, ბატონო დავით. მოგესალმებით. მოგესალმებით, თქვენს და თქვენს სტუმარს. დიახ, კითხვა მაქვს ბატონ შალვასთან. გისმენთ. ბატონო შალვა, მიმდინარე წლის აპრილის თვეში თქვენ სხვა პარტიების წარმომადგენლებთან ერთად ხელი მოაწერეთ მემორანდუმს პარტიების მემორანდუმს საგურამოს მანიფესტო კი ამ ერთად ხელის მომწერებთან ერთად საგურამოს მანიფესტია დიახ საკუთრებულ როლს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში კერძოდ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამ ხელმოწერით გაადასტურეთ რომ თქვენ ხართ და იყავით იმ პერიოდში ყოველ შემთხვევაში თავგამოდებული მომხრე საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა. და დღეს რამ გამოიწვია თქვენი გამოცდილება და ნეიტრალიტეტის თემის ასე აქტიურად გამოწვევა? ხალხი დიდი მადლობა. მეორე კითხვა, ბატონო მაქვს. ცოტა უცნაურია ამ ფონზე თქვენს მიერ გაკეთებული შეფასება ლეიბორისტული პარტიისა და ბატონ შალვასი როგორც ერთადერთი და წარმოჩენა რომ ბატონ შალვა მის პარტია არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში რომელიც არის ნეიტრალიტეტის სტატუსის მინიჭების ერთადერთი ბატონ შალვა გიპასუხებდა მე ფონზე როდესაც ხდები რა ხდები მოდ ბატონ შალვა თქვენ პასუხებს მე ძალიან კაი სიტყვა მომეცა ისენ ბატონ შალვა მეგობარს არასწორი ინფორმაცია აქვს საგურამოს მანიფესტი შედგა გასული წლის შემოდგომაზე 7 ნოემბრის მოვლენებამდე. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. გარკვეულწილად ჩვენი ხელმოწერა გამპირობებული იყო კოლეგა პარტიების ხომით. იწყებოდა სერიოზული პროცესები, სერიოზული მიტინგები და სააკაშვილს სურდა მოეკერებინა ჩვენთვის რუსეთს და მაგალითად იმიჯი გახდა გაეწყო კივილი რომ აი ესენი არიან დასავლური ცივილიზაციის მოწინააღმდეგეები და აი ესენი მებრძვიან და მე ისევ რა თქო თქვენ ერთადერთი შუქურა. ამდენად ჩვენ კოლეგებს გაუწიეთ ანგარიში აი ამ დოკუმენტის შემდგენის დროს და მოაწერეთ ხელი პოლიტიკური დეკლარაცია იყო არ ყოფილა არანაირი წესდება რეგისტრირებული დაავადებული წესი იუსტიციის სამინისტროში სხვა მაგრამ ვიმეორებ ეს ხელმოწერა არ იყო არაგულწრფელი ჩვენ ვფიქრობდით რომ ნატო შეიტანდა პოზიტიურ როლს შემდეგ საქმეებში პირველი 7 ნოემბერს არ გამოიყენებდნენ ქიმიური არას არ დაფორცავდნენ არ გაგორმევდნენ და თუ ეს მოხდებოდა ნატოს ქვეყნებს ეკნებოდა ამაზე რეაქცია ძალიან ყვეტრი და მკაცრი ხო ხმა არ ამოიღეს პირიქით საპრეზიდენტო არჩევნები როცა გააყალბა სააკაშვილმა მთელი ნატოს სტრუქტურები უსინდისო გახსნილი ბრუჯოვჯის მეთაურობით რომელიც არის ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აი ამ სააკაშვილის ლობისტი და
ხოთაშორის ინგლისური ლეიბორისტია სამწუხარო და სამართლიანი. ვარდერის რევოლუციის ერთ-ერთი იდეოლოგია. მთელი ნატო დაუდგა